წინა სტენდაპი მქონდა იმაზე, რომ შეყვარებულს ვეძებდი და რომ მეგონა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ის ერთადერთი ჩემი ფეხები. ჩემი უნიჭო მოცეკვავის ფეხები. ანუ პირიქით უკური რეაქცია მოყვა ამ ყველაფერს რა, ანუ გოგოსთან ვისთანაც ურთიერთობა მქონდა დამშორდა. დანარჩენმა გოგუებმა Facebook-იდან წამშალეს და მინდა გითხრათ რომ ძალიან მწუხვარ გოგუებო, ძალიან მწუხვარ რომ უფრო მეტი არ ვთქვი თქვენზე და ბოლომდე არ გავხსენით ჩემი კარტები. თუ დაკვირვებულ ხართ იმას რომ ყველა უბედურება სამყაროში ქალის გამო ხდება. წარმოიდგინეთ 60-ში ვიყავით. ანუ იქ ვიყავით უკვე და იქიდანაც წამოვედით. სხვაგან გადავიდა რა. რაღაცა არ მოეწონა. რა არ მოეწონა არ ვიცი, შეიძლება ფარდები. ანის რომ ადამი გვიან ბრუნდებოდა, შინდა დაქალს ვერ ეჭორავებოდა. და ჩემი აზრით 60 იმიტომ ერქვა იმ ადგილს, რომ იქ დაქალი არ არსებობდა. კარგი. ტროას ომი. ქალის გამო მოხდა. რამდენი მეომარი შეეწირა ამ ომს? თან სხვისი ქალის გამო. ანუ საკუთარი რო ყოფილიყო კიდე გასაგებია, ხო? თან თუ დააკვირდით რომ ტროას ხენი იყო დედალი. და რამხელა უბედურება მოიტანა. მაგრამ ისე თუ დააკვირდებით, მამალი რო ყოფილიყო ცხენი უფრო მეტი მებრძოლი ჩაეტეოდა შენგან. კარგი. ტიტანიკი ქალის გამო ჩაიძირა. დარწმუნებული ვარ, რომ შტურმანი ტრაკზე უყურებდა ვიღაც გოგოს და მაგროს დაეჯახა აისბერგი. გავიხსენოთ როუზის და ჯეკის სცენა. როზა საუბენ და ურთქლავენ ეგარა. მეორე რა, აი ჯეკი რომ ფსკერზე მიექანება და როუზი რომ ხართეძოზე არის წამოწოლილი დიდი კარადის ნაჭერზე. ანუ რა ხდება, ქალს როცა ჭირდება შეუძლია სამი კაცი დამალოს პატარა კარადაში, მაგრამ იქ ჯეკის ადგილი არ იყო. მეორე მსოფლიო ომი. რა თქმა უნდა ქალის გამო მოხდა. არა, ფაქტები შეიძლება ცნობილი არ არის, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ქალის გამო მოხდა. ყველა პრობლემის მიზეზი არის ქალი. ავიღოთ ნებისმიერი ვიზიტი უროლოგთან. არა, არის მომენტები, როდესაც კაცის ბრალიც არის, მაგრამ იქაც ქალური ჰორმონებია დამნაშავე. ამაცინად მარტო ვიყავი სახლში, ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ესეთი ბედნიერება, რომ მარტო ვარ სახლში 3 თვეში ერთხელ. და დაურეკე გოგოს, მეთქი ჩემთან ამოდი, თან საჭმელი გამიკეთე, მეთქი და კარგიო, მეთქი რისი გაკეთება იცი და ყველაფრის გაკეთება ვიციო. ანუ რომ მითხრა რომ ყველაფრის გაკეთება ვიციო, ცოტა სხვაგან წამიღო. მაგრამ შიმშილი მაინც ერთადერთი გზნობა, რომელიც კაცში სექსის გზნობას ჯაბნის. ამიტომ დავრჩი საჭმელზე ისევ. მეთქი რისი გაკეთება იცი, ნუ რაღაცა და მეთქი ჩიხირთმის გაკეთება თუ იცით ხო რა. და აუ ფუო მაგასო კვერცხია ხო ვერ გავაკეთებო. ნუ კაი მაშინ რა შემომთავაზებ შენ და ჩიჟი ბიჟისო. რატომ მ***ებ? ანუ ჩიჟი ბიჟის რა კვერცხი არ უნდა, ბარემ პამიდორიც არ უკნა, ტაფა გააცხელე და ჩიჟი ბიჟი. რას ურთქალებს ეს კაცის ცხოვრებაში ამოუხსნელი კითხვა, ანუ ერთ ერთმა კაცმა ამაზე პასუხი ვერ გაცა. აი კესო რა, კესო ჭკვიანია. ჭკვიანია კესო. ანუ ვიცი რა მაგის გეგმა რა, მტრის ბანაკში გადავიდა რომ გაიგოს რას ურთქალებს და გადმოვა, იმიტომ რომ ესეთ ლომს ჩვენ არ დავკარგავთ კაცები. კესო მიდი. ანუ რას ურთქალებს კაცებმა არიციან, მაგრამ ქალებს ძალიან მაგრად ესმით ერთმანეთის, აი უსიტყვოდ ფაქტიურად. გოგოს შევხვდი პაემანზე, რა თქმა უნდა, დაქალთან ერთად მოვიდა. ნუ საუბრობ და რაღაც მომენტში გადახედეს ერთმანეთს, თვალებით რაღაც ანიშნეს, ნეკათითები ჩაკიდეს და გავიდნენ. აი რას მატყუებ? არ ვიცი რომ მოსაფსმელად მიდიხარ? ანუ რა საჭიროა ეს ფარსი, ხო? რატომ აცვიათ ქალებს ქუსლებზე? იმიტომ რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ეს ყველა კაცმა უნდა იცოდეს. ანუ ეხლა აგიხსნით რა, როდესაც ქალს აცვია ქუსლებზე, საჯდომი მაღლა იწევა, კაცებს მოგწონს, ტიტანიკის მაგის გამო ჩაიძირა. და როდესაც ქალი უკვე ჩამოვა ქუსლებიდან, საჯდომის დაბლა ვარდება და გიტრუხდება რა, ყველაფერი. ანუ რა ხდება? გოგოს რო ხდი, კინდერ სიურპრიზივით არის, რა არიცი რა ამოგივა.
ანუ ხდი ტანსაცმელს ელოდები რომ რაღაც მაგარი იქნება და ბრახ ბეგემოტი. ყველას რო ქონდა თუ გახსოვთ. თან უკვე აწყობილია ინტერესი დაკარგულია. ანუ ბევრი რომ ვიფიქრე, მივხვდი რომ ქალები არიან რობოტები, პროგრამული ქმნილებები. აი რატომ მოწონთ გოგუებს მანქანები? იმიტომ რომ თვითონაც მანქანაა და მიდრეკილება აქვს იმისკენ. ანუ ყველა ქალში არის ჩატვირთული რაღაც მატრიცა და ემორჩილებიან რაღაც. აი ქალებისგან გამიგია რომ ყველა კაცი ერთნაირია. იმიტომ რომ მატრიცა ვერ ასხოვებს, ადამიანური გზნობები არ გააჩნიან. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, გოგოსთან მქონდა სექსი. ნუ ამას კიდე ვიტყვი, გოგოსთან მქონდა სექსი. იმიტომ რომ ბევრჯერ რო ვამბობ, გონია რომ ბევრჯერ მქონდა და მაგრამ გოგოსთან მქონდა სექსი და რომ მივედი მეორე დღეს მისი სადაქალო დამხვდა და იცინიან და დამცინიან. ნუ მესმის რომ ყველას ერთნაირად ვერ ექნება, ხო? ბუნება, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ თავარი ტექნიკა, ნუ კარგი იცინიან. ანუ რა ხდება? ინფორმაციის გაცვლა ხდება რა. ყველა ჭორი ინახება ერთ გიგანტურ სერვერში. და ვინ არის ეს გიგანტური სერვერი? პუტკუნა დაქალი. ყველა ჭორი არის იქ. და კაცებისთვის ყველაფერი გასაიდუმლოებულია. მაგალითად მე 20 წლის ვიყავი პირველად, როდესაც გავიგე ქალური პრობლემების შესახებ. 20 წლის ვიყავი. როცა ეს გავიგე, ისიც ჩემმა ჰაკერმა ძმაკაცმა დახაკა ის სერვერი და მაქედან. ანუ აქამდე როგორ ახერხებდნენ გოგუები ეს დაემალათ, ჩემთვის არ ვიცი. ანუ ეს იგივეა ეხლა რომ ქალებმა არ იცოდნენ რომ ჩვენ კაცებმა გავიგოთ ნასკი სუფთაა თუ არა ვსუნავთ. ქალები არიან პროგრამული ქმნილებები, აი გოგოს რო გააბრაზებ, ეგრევე ძველი ფაილების ქექვას იწყებს. სადაა ლაიქე, რატო იყავი იმასთან ეს სურათი ვისი არის? ასევე ყველა ქალში ჩატვირთული არის კალკულატორი. ოღონდ უნდა იცოდეს სწორად როგორ მიცე ბრძანება. აი მაგალითად გოგოს რო ეუბნები რომ 7 ჯერ 158 რამდენია ვერ გეტყვის, მაგრამ რო უთხრა რომ 7 ფეხსაცმელს გიყიდი 158 ლარიანს, ეგრევე გეტყვის რომ 1106 ლარი ჭირდება ამ ყველას. ყველა გოგოს ასევე აქვს sleep mode, ანუ თმაში თუ მოეფერები გაითიშება. პროგრამა გამართულად მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ თვეში რამოდენიმე დღე მიუწვდომელია, მაინც არ იჭერს. ასევე აპდეიტიც ჭირდება და საჩუქარს თუ აჩუქებ, რა თქმა უნდა, თვით განახლებადია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არსებობენ ვირუსიანი გოგუებიც. ანუ არაფერი არ ეტყობა, მაგრამ ფლეშკას თუ შეაერთებს, ფლეშკას დარხეულია. ანუ ქალი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ეძებს იდეალურ მამაკაცს, ანუ მატრიცის მთავარი სეგმენტი ესაა, რომ ის ეძებს ყოველთვის იდეალურ მამაკაცს. კარგი წარსულით, კარგი განათლებით, კარგი სამსახურით, მანქანით, ბინით, კარგი ტანით, მეც მინდა ეგეთი კაცი. ანუ ვის არ უნდა, ხო ეგეთი კაცი რა? ანუ კაცთან პირიქით მარტივია, ხო რა შვები შეჩემა, რავი შეჩემა, ლუდი კი შეჩემა, ფეხბურთი კი, სექსე ხო ბაზარი არაა. ანუ ცხელგულზე შეიძლება ეხა ცოტა უხეშად მომივიდა და ქალებს ვაწყენე, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ რა იქნებოდა სამყარო, რო არა ქალები და დღევანდელ ჩემ გამოსვლას ჯეიმს ბრაუნის ცნობილი სიტყვებით დავამთავრებ. Bring me the whiskey, you mother. დიდი მადლობა.